Xiaomi-ის ახალ Redmi Note სერიას განვიხილავთ დღეს Note 15-ს და Note 15 Pro 4G-ს. გამოიწერეთ არხი და რა ვიცი დავიწყოთ. ჯერ ვნახოთ ყუთში რა არის. ორივე smartphone-ის ყუთში ხვდებით დამტენ ადაპტერს, კაბელს, სიმბარათის ნემსსა და кейსს. ამ მოდელებს აქვთ მტვრის გადაწყლის გადაცვა, Note 15-ს IP64, ხოლო 15 Pro-ს IP65. ორივე smartphone დიზაინით იდენტურია, უკანა პანელზე ყოველ შემთხვევაში პლასმასის ჩარჩო და პლასმასის უკანა პანელი აქვს. ეკრანში განსხვავდებიან, ეკრანი 15-ის ნაკაწრებისგან და დავრისგან დაცული შუშაა, ხოლო Pro-ს კიდევ უკეთესი Gorilla Glass Victus 2 აქვს სასწაული. ეკრანის დიზაინით განსხვავდება, 15-ს Edge ეკრანი აქვს და გვერდზე გადადის. 15 Pro-ს კი ვერ ვიტყვი, რომ ეკრანი გვერდებზე ისევე აქვს გადასული, როგორც 15-ს, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც აქვს და ამას დამატებული არა მარტო მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთაც და ქვემოთაც აქვს გადასული ეკრანი. მოკლედ რომ ვთქვა, უნიკალური დიზაინი აქვს, ჩარჩოდანაა ამოწეული რაღაცნაირად ნაშოკ. ეკრანის ზომა 6.77 ინჩი აქვს ორივეს და რეზოლუციაც ერთ და იგივე Full HD Plus-ი აქვს 3200 ნიტი პიკულის კაშკაშით, AMOLED პანელით და 120 Hz განახლების სიხშირით. ასეთ დიდ და კაშკაშა ეკრანს ელემენტის დიდი ჭირდება და ორივე სიცოცხლე ძალიან დიდი აქვს. 15-ს 6000 mAh-იანი ელემენტი, 33 ვატის სწრაფი დამუხტვით. 15 Pro-ს კი 6500 mAh-იანი ელემენტი აქვს, 45 ვატიანი სწრაფი დამუხტვით და ორივეს შეუძლია სხვა მოწყობილობები დატენოს 18 ვატის სიჩქარით. ანუ power bank-ედაც გამოიყენებთ თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა. That is very cool. ორივე ამ smartphones MediaTek-ის chipset-ი ამუშავებს. 15-ს Helio G100 Ultra აქვს, 15 Pro-ს კი Helio G200 Ultra. ორივე ეს chipset-ი ყოველდღიურ დავალებებს მარტივად ასრულებს და რადგანაც ელემენტიც მასიური აქვს, ხშირი დამტკბოც არ მოგიწევთ. რამდენიმე დღეა, რაც ამ smartphone-ებს ვიყენებ და ჯერ არ დამიტენია არც ერთი. თუმცა Pro-ს უფრო ვიყენებდი და ცოტათი უფრო ჯდება. 12%-ია, როგორც ხედავთ. ოკეი, კამერების დროც მოვიდა. Redmi Note 15-ს მთავარი კამერა 108 მეგაპიქსელიანი აქვს, მეორე კამერა კი 2 მეგაპიქსელიანია bokeh-თვის. დანარჩენი ორი ლინზის ჭრილიდან ერთი ფლეშია, მეორე კი უბრალოდ დიზაინი. 15 Pro-ს მთავარი კამერა 200 მეგაპიქსელიანი აქვს, მეორე კამერა ultra ფართოა 8 მეგაპიქსელით. მესამე ლინზად აქაც ფლეში გვევლინება, მეოთხედ კი აქაც დიზაინი უბრალოდ. selfies კამერა 15-ს 20 მეგაპიქსელიანი აქვს, Pro-ს კი 32. ეს კამერები კარგია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ფასის შესაბამისია ყველა ეს კამერა და საფასო კატეგორიიდან გამომდინარე, ამაზე მეტი არც უნდა მოვთხოვოთ ამ კამერებს. ჩემი პირადი აზრით. ოკეი, ახლა პატარა გასათვალისწინებელი ამბავი. Redmi Note 15 Pro-ს ეს ვერსია, რომელიც აქ მაქვს, არის 4G. Zoom-ში თქვენ შეხვდებით 5G ვერსიასაც, რომელიც მხოლოდ ამით არ განსხვავდება 4G-სგან. ცოტათი დიდი ეკრანი აქვს, უკეთესი რეზოლუციით, უკეთესი ჩიპსეტით, უნიშნავად გაზრდილი ელემენტით, უკეთესი წყლის გადაცვით და 4K ვიდეო გადაღების მხარდაჭერით. შესაბამისად, მე პირადად გირჩევთ, რომ არჩევანი 5G ვერსიაზე შეაჩეროთ, თუ ამ მოდელის კიდოს გადაწყვეტთ. Xiaomi Redmi Note 15 სერია სოლიდური არჩევანია დღის ბოლოს ბიუჯეტურ smartphone-ებში. კარგი ელემენტი, კარგი ეკრანი და ყოველდღიური ტასკების მარტივი შესრულება, სკროლვა, ფოტოების გადაღება და ასე შემდეგ. თუ ამ საფოსო კატეგორიაში ეძებთ smartphones, ამორსაც შეხედეთ, არხის გამოწერის გილახსაც დააჭირეთ ქვემოთ და შემდეგ შეხვედრამდე ნახვამდის.